კომედიის პირველი თეატრი საქართველოში და პირველი პრემიერა. თეატრმა, რომელიც პაატა გულიაშვილმა იუმორისტ ნიკა არაბიძესთან ერთად დაარსა, მაყურებლისთვის კარი ოფიციალურად გახსნა. იქაური აქაურების ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა შედგა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამბავი, რომელიც 4 ემიგრანტის თავგადასავალზე მოგვითხრობს. ნოსტალგია, ქართული იუმორი და კურიოზული სიტუაციები ერთ სცენაზე გაცოცხლდა. კომედიური ჟანრის ახალი თეატრი საქართველოში. განსხვავებული სივრცე მაყურებელთან შესახვედრად პაატა გულიაშვილმა და ნიკა არაბიძემ დააფუძნეს. მაყურებელმა კომედიური თეატრის სცენაზე პირველი პრემიერა იხილა. მოქმედება გერმანიაში ვითარდება. მთავარი გმირები ქართველი ემიგრანტები არიან. ნიკა რამიშვილის პიესა 4 ადამიანის ისტორიაზეა აგებული. სპექტაკლის რეჟისორი პაატა გულიაშვილია. მასვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება. ქართველი ემიგრანტები არიან გერმანიაში და მათი თავგადასავალია და ახალგაზრდა ყმაწვილი ჩამოდის ამათთან სახში, რომელიც ასე ვთქვათ ჩასახლდება იმ დროებით საცხოვრებელში და გადააწყვეტინებს თავისი უფროს მამის ტოლა ხალხს, საჭირო რომ უკვე დაუბრუნდეთ სამშობლოში. იქ არის ძალიან ბევრი თავგადასავლები, 20 წლის უნახავ შეყვარებულს ხდება ერთი, მეორე რაღაცა საინტერესო საქმეს აკეთებს და რაღაცა კომედიურ სიტუაციებში იბლანდებიან, ასე ვთქვათ და ძალიან ისეთი მსუბუქი კომედიაა, რაც გათვლილია ყველა ასაკის მაყურებელს. მობილური პატარა, რა ვიცი, ჯერ ის საშუალებაც ჰქონდა რა. ასე დავიწყეთ გაკეთება რა. ამ ყველაფრის და რა ვიცი, ერთად ვნახოთ თუ კი მე მგონი დაინტერესდება ჩვენი მაყურებელი, იუმორითაც გაჯერებული, მაგრამ ასევე გუშინ დარბაზში ბევრი ცრემლიანი თვალიც იჯდა, იმიტომ რომ ისეთი ცოტა სენტიმენტალური დასასრულიც აქვს ამ ყველაფერს. სად მივდივარ და ერთი ქართველი ვნახე, ისიც ცნობს მე მგონი ჩემს ნატალიას. რატი ტულდიანი 4-დან ერთ-ერთი ემიგრანტის როლს ასრულებს. შეყვარებული ბიჭი სენაკის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც 20 წლის უნახავის სიყვარულის საძებნელად გერმანიაში ჩავიდა. სამწუხაროდ ამ პერსონაჟის სიყვარული დადებითად არ მთავრდება. ჩემი აზრით, მაყურებლისთვის ძალიან საინტერესოა ეს სპექტაკლი. სახალისოც არის და ამავე დროს ბევრი რამის გათვალისწინებას ასწავლის მაყურებელს. კომედიის თეატრში მაყურებელს ბევრ სიცილს პირდებიან. პრემიერამაც სწორედ ამ ემოციების ფონზე ჩაიარა. 45 კაციან დარბაზში იყო სიცილიც და იყო სევდიანი ეპიზოდებიც. ეს იყო ძალიან თბილი სევდით გაჟღენთილი ამბავი, ძალიან ბევრი იუმორით, ძალიან ბევრი სატირით, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ სასაცილო ეპიზოდებით. ეს იყო ძალიან კეთილგანწყობილი დარბაზი. გულწრფელი სიცილის გამოწვევა ზოგადად და ფაქტობრივად ჰომერული ხარხარით მითიოთ ასე დღესაც გვიშნათ სპექტაკლი. ძალიან რთულია. ეს და მოითხოვს აი მაქსიმალურ ხარჯვას თან იმავდროულად სცენაზე მდგომი მსახიობებისგან. ასე წარმატებას უსურვებთ თეატრს. მოწვეულ სტუმრებს შორის დარბაზში იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, დეპუტატები და თეატრალური წრის წარმომადგენლებიც. სპექტაკლი იყო ძალიან სასიამოვნო, სახალისოც, დამაფიქრებელიც და წარმატებები გვინდა უსურვოთ პაატა გულიაშვილის მის გუნდს. ახალ თეატრში სპექტაკლები ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას 8 საათზე გაიმართება. ამ თვეში ყველა ბილეთი გაყიდულია.